Obars ამჯერად უკვე ჩვენ სტუმრებთან, ჩვენი გაცემის პირველი სტუმარი კი გახლავთ პოლიტიკური მოძრაობა და პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველოს მრჩეველი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მადლობა ჩვენს გაცემაში სტუმრობისთვის. საუბარი კი დავიწყოთ ძირითად ყურადღებას ალბათ უფრო მაინც საგარეო პოლიტიკას გავამახვილებთ, თუმცა ამ შემთხვევაში გვერდს ვერ აულიდით იმ მოვლენებს, რომელიც განვითარდა EUTOS საპარლამენტო ასამბლეაზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო ასამბლეამ და ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ჯო ვილსონი კიდევ უფრო მკაცრი რეზოლუციებით იმუქრება სამომავლოდ ქართული ოცნების წინააღმდეგ და ამ კუთხით ძალიან საინტერესო შეფასება მოვისმინეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან. აი უტრირება რომ არ გამომივიდეს, მოდით პირდაპირ წაიკითხავთ, EUTOM წერტილი დაუსვა საკუთარი სადამკვირვებლო მისიის ავტორიტეტს რეზოლუციის უკან დგას პოლიტიკური ინტერესი, რომელიც ერთ პატარა ჯგუფს გააჩნია, თუმცა ეს ჯგუფი განაპირობებს კენჭისყრის შედეგებს. გიევოლსკის განცხადება იყო და ამასთანავე გიორგი ხადაგიძემ თქვა, რომ საერთოდ აქვს თუ არა აზრი EUTOS სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას მოახლოებულ არჩევნებზე, მოახლოებულს გულისხმობს საპარლამენტოს უკვე 2 წელიწადში. თქვენი შეფასება როგორი ამასთან დაკავშირებით, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ პროცესმა საქართველო და შეიძლება თუ არა რომ ეს გულისხმობდეს გარკვეულწილად საერთაშორისო იზოლაციას. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და უნდა ვთქვათ, რომ EUTOS რეზოლუცია პრაქტიკულად სრულად ასახავს იმ მოთხოვნებს, რომელიც გააჩნია პროტესტს, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც არ არის არავის მიერ ორგანიზებული, არამედ არის ქართველი ხალხის ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, ხო, ნამდვილი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. რაც შეეხება ქართული ოცნების განცხადებებს, საგულისხმო არის რა თქმა უნდა ეს და აღსანიშნავი ალბათ იმ ხრივ რომ ესე იგი პარტია ქართული ოცნება პატარა ჯგუფი არ არის თურმე და EUTO და მისი საპარლამენტო ასამბლეა არის პატარა ჯგუფი და მას პატარა ჯგუფი მართავს, ხო? წარმოუდგენელი ლოგიკა გააჩნია, მათ ასევე პრაქტიკულად ასევე გაყალბებული ლოგიკა იმაში არის, რომ მათი აზრით EUTOS მართავს და შეუძლია EUTOS მართვა პატარა ჯგუფს, ევროკავშირის მართვა შეუძლია პატარა ჯგუფს და პარტიას, სადაც შიდა პარტიული დემოკრატია საერთოდ არ არსებობს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც კი აცხადებს, რომ მეორე პირია ქვეყანაში და არა პირველი, რაც კონსტიტუციით გარანტირებულია. ანუ ამ შემთხვევაში გონიათ, რომ კანონით და იურიდიული პროცედურებით მართავენ პარტიას ან ქვეყანას. ხო, ეს არის აბსურდი. რაც შეეხება თვითონ რეზოლუციას, ეს არის რა თქმა უნდა ფუნდამენტური მოთხოვნები, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. ესე იგი ასევე უკანონო კანონების გაუქმება, რადგანაც კანონი არ არის აპრიორი სამართლიანი და ამის მაგალითები არსებობს, მათ შორის იმავე ევროპაში, რომელმაც დღეს რომ მივიდა იმ დონემდე, რომ ჩვენ გსურს ევროკავშირში გაერთიანება, გამოიარა მაგალითად გერმანია ჰიტლერის პერიოდის, სადაც კანონები იყო, მაგრამ სამართლიანი ეს კანონები არ იყო. ასე რომ ძალიან სერიოზული გზავნილია ეს ასევე ქართული ოცნების მიმართ, რომ ის რომ საკანონმდებლო პროცედურებით პარლამენტით რაღაცა კანონი გაიტანე, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს კანონი არის სამართლიანი და შეესაბამება შენი ქვეყნის კონსტიტუციას ან საერთაშორისო მოთხოვნებს. ნუ და ბოლოს უკვე რაც შეეხება EUTO ODIHR-ს, პრაქტიკულად პირდაპირ განაცხადია, რომ საქართველო აღარ აპირებს ODIHR-თან თანამშრომლობას, რაც ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საერთაშორისო იზოლაციის გზით მივდივართ და საერთაშორისო ორგანიზაციების დატოვება პრაქტიკულად საქართველოს ხდის საბჭოთა საქართველოს მოდელად. იქაც იყო, შეგახსენებთ, დროშა, იქაც იყვნენ ქართველი გვარის მქონე ადამიანები, ვინც ნომინალურად ქვეყანას მართავდნენ, ასე რომ დიდი განსხვავება არ არის, თუ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება დავტოვეთ და EUTO ODIHR-ისთან თანამშრომლობის შეწყვეტა ნიშნავს უკვე ლეგიტიმურობის ეჭქვეშ დაყენება სამომავლო არჩევნების. თუმცა აქვე მოდით პირდაპირ ვისაუბროთ უშუალოდ სამართლებრივ ბერკეტებზე და მექანიზმებზე, რომელიც საერთაშორისო დონეზე გააჩნია აღნიშნულ რეზოლუციას. შეიძლება თუ არა რომ ამან კონკრეტული შედეგი, ხელშესახები შედეგი დადოს ქართული ოცნების წინააღმდეგ დასავლელი პარტნიორების მხრიდან აი ამ ბრძოლაში. გულისხმობ მაგალითად სანქციების პოლიტიკას. შეუძლია თუ არა რომ ამ რეზოლუციას ეს კონკრეტული შედეგი დადოს თუნდაც მცირე სახით. საერთაშორისო ურთიერთობები და პროცესები არ უნდა წარმოვიდგინოთ როგორც პირდაპირ მიზანშედეგობრივი კავშირის მქონე ლოგიკა. ეს არის საკმაოდ რთული მექანიზმი, სადაც არის უფრო გავლენების ლოგიკა. ამ რეზოლუციას ნამდვილად ექნება გავლენა ქართული ოცნების
შემდგომ იზოლაციაზე და არაქვენის იზოლაციაზე, კიდევ უფრო მეტი გავლენა იქნება მხარდაჭერაზე საქართველოს საზოგადოების და ამავდროულად ნათელს ხდის, რომ თუ საქართველოს შეწყვეტს ოდირთან თანამშრომლობას და მათ შორის მათ მოწვევას შემდეგი არჩევნებისთვის, არჩევნები აპრიორი ესე იგი, მანამ სანამ ჩატარდება, უკვე ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება პრაქტიკულად, თუ საქართველოს ამ არჩევნებს ჩაატარებს საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე და CESCO-ს დღევანდელი მოდელით, სადაც არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მოთხოვნილია იმისთვის, რომ უფრო სამართლიანი გახდეს და შევახსენებთ საზოგადოებას, რომ 2024 წლიდან გაუარესდა მდგომარეობა CESCO-ს მიმართულებით და არა გაუმჯობესდა, რასაც ჩვენ ვითხოვდით. შესაბამისად, ამას ექნება თავისი ფასი და შედეგები მით უმეტეს იმ რეალობაში, რომელშიც ვიმყოფებით. ეს არის ქართული ოცნების ძირითადი სტრატეგიული ფსონის რუსეთის პრაქტიკული დამარცხება უკრაინის ომში, ისეთი ტემპით ვითარდება ეს მოვლენები, და ასევე მათი სტრატეგიული პარტნიორის გარკვეულწილად იდეოლოგიური მაინც რაღაც საკითხებში ანტიდასავლური მმართველობით ირანის, სადაც იცით რომ ომი განახლდა და აგერ მთელი უშინდელი ხედია ომი მიმდინარეობს, ასე რომ ქართული ოცნების მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო იმ ხრივ, რომ ძალიან კარგად ესმით რუსეთში რა ვითარება შეიქმნა მათ შორის და შესაბამისად რაზე აქვთ იმედი ქართველი ხალხიც მათ წინააღმდეგ არის, საერთაშორისო ვითარებიც მათ წინააღმდეგ არის. დიახ, და აქვე აუცილებლად გკითხოთ, ბოლო დღეებში აქტიურად განხილვის საგანია ქართული ოცნების, როგორც თავად ამბობენ და არა მხოლოდ თავად, ბევრი ამის შესახებ საუბრობს, მრავალვექტორული საერთაშორისო პოლიტიკა, ანუ საერთაშორისო ასპარეზზე, აი ჩვენ ნახეთ, რომ მიხეილ ყავალაშვილი იმყოფებოდა თეირანში, დაკრძალვის ღონისძიებაზე და შემდეგ უკვე იმავე რამდენიმე დღეში დაახლოებით უკვე ევროპაში იყო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით გარკვეულ ღონისძიებაზე, თუ არ ვცდები გაეროს ღონისძიება იყო. ამასთანავე ჩვენ ვნახეთ მაგალითად შალვა პოაშვილის ვიზიტი, სადაც საპარლამენტაშორისო დელეგაციის შეხვედრა იყო იმ ქვეყნებისა, რომლებიც არიან კანდიდატი სტატუსის მქონე ევროკავშირისა და ამავდროულად მაგალითად უზბეკეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. ამ მრავალ ვექტორულ პოლიტიკას ბევრი დადებითად აფასებს, თუმცა თქვენი შეფასება როგორი იქნებოდა? მრავალ ვექტორულ პოლიტიკას მე მივესალმები. ქართული ოცნება არ ატარებს მრავალ ვექტორულ საგარეო პოლიტიკას ჩემი აზრით და შეფასებით. იმიტომ რომ ჩვენ გაგვაჩნია კონტრასტი ამ რეგიონში. არის მრავალ ვექტორული საგარეო პოლიტიკა სომხეთის მაგალითად. რომელსაც გააჩნია მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან და ინტეგრაციის პროცესი დაიწყო ძალიან რთული პირობებიდან თავიდანვე შეერთებულ შტატებთან უკვე სიღრმისეული სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირში გაწევრიანების კანონი ევროკავშირმა ბაზარი გაუხსნა დემოკრატიული შიდა პროცედურები აგერ გუშინ იყო კანონი რომ მედიის თავისუფლების მხრივ სომხეთი არ დაახლოებით 50 ადგილზე საქართველოს 100 სიკეთ იყო რეალურად საკმაოდ მძიმე არის ჩვენი მედიის მდგომარეობა ზოგადად რესურსების და ასე შემდეგ კრიტიკულ მედიას გულისხმობ ცხადია შესაბამისად ეს მეტყველებს მათ შორის იმაზე რომ მრავალვექტორული პოლიტიკა თუ ის არ არის დაფუძნებული დემოკრატიაზე მაშინ ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ რომ იგივე შეერთებული შტატებთან და ევროკავშირთან ჩვენ ურთიერთობა დავანგრიეთ ევროკავშირში მტრობაში გადაიზარდა ქართული ოცნების გამოცხადია შეერთებულ შტატებთან ვაჭრობას თავაზობენ და დავიწყებას ინტერესებით და დავიწყება საერთოდ დემოკრატიის ცნების და ეს ღიად ჩვენი პროდასავლური ვექტორი, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია თან ისტორიული, ჩანაცვლდა პრო-ჩინურ კომუნისტური პარტიის, პრო-ირანული, პრო-რუსული, მაშინ როდესაც სომხეთი მაგალითად აბალანსებს იმ დანარჩენ ქვეყნებთან, არავინ ამბობს და მე არ ვამბობ ნამდვილად, რომ ჩვენ უნდა დანარჩენ ქვეყნებთან ბალანსი შევწყვიტოთ. არა, მაგრამ რანაირად გამოდის, რომ ჩვენ შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან დავანგრიეთ ურთიერთობები და ამას დაარქვეს, ესე იგი, დაბალანსებული მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა. კიდევ ერთხელ, აგერ სომხეთის მაგალითი თუ ექნებოდათ მსგავსი პოლიტიკა, მე მივესალმებოდი, ირანში ჩასვლა არ არის პრობლემა როგორც ასეთი. მაგრამ როდესაც ჩვენს ქვეყანაში იზრდება ირანის გავლენები, როდესაც შენ ამას არათუ ხელს არ უშლი, არამედ მათ შორის პრაქტიკულად ხელს უწყობ. აი, რაში გამოიხატება ირანის გავლენების ზრდა საქართველოში? აი, ერთი კონკრეტული მაგალითი. არაერთი კვლევა აჩვენებს მათ შორის ქვემო ქართლში, სადაც ყავს ჩვენი მოქალაქე ესე იგი შიიტები, ვისაც გააჩნია სრული თავისუფლება რელიგიის აღსარებლობის და ასე შემდეგ ჩვენი კონსტიტუციით, მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ მათზე ცდილობენ ის იდეოლოგია, რომელიც არსებობს ირანში,
გაავრცელონ და მე გულწრფელობ პოლიტიკურ იდეოლოგიას და არა რელიგიას ცხადია. შესაბამისად, ამის აღკვეთისთვის საქართველოს დაკავშირებულია ეს ორი ერთმანეთთან. გასაგებია, მაგრამ ამის თვის არსებობენ სწორედ სპეციალური სამსახურები ჩვენს ქვეყანაში და არა იმისთვის, რომ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს 18-20 წლის თბილისში ტროტუარზე დგომის გამო დაიჭირონ, რომ რამე არ ღვევენ თურმე კანონს. ეს ფაქტია. იმიტომ რომ ის ჩვენ ქვეყანას ემუგრება. კიდევ ერთხელ არა რელიგიური ფაქტორი, არამედ ის, როდესაც და ირანის იდეოლოგიას უნდა შევხედოთ, რა იდეოლოგია გააჩნია ირანის. ეს საკმაოდ ფართო პროცესია, მაგრამ იქ არის პოლიტიკური ისლამის იდეოლოგია და ეს არ არის რელიგიური. რელიგიას თუ იყენებ გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის, მაშინ ხდება სრული ტრანსფორმაცია ამ შინაარსის და სწორედ ამიტომაც ვიმყოფებით იმ რეალობაში, რომელშიც ვართ. ამიტომაც ირანთან საჭირო არის იმ ლოგიკით ურთიერთობები, რა ლოგიკა საქართველოს ინტერესებში შედის, მაგრამ ეს ლოგიკა არ მოიცავს ირანის გავლენების დაშვებას საქართველოში და ნამდვილად არ უნდა იყოს ის ვითარება, როდესაც საქართველოს ესე ხელისუფლება, ხო, ქართული ოცნება პრაქტიკულად გერმანიის ელჩს მაგალითად ვნახეთ როგორ გააცილეს და სხვა ელჩებს როგორ ეპყრობიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მოკავშირეების და ირანის ელჩი ამავდროულად საქართველოში ხან გვემუქრება ქართულად გვახსოვს რა შეიძლება შედეგები მოყვეს თურმე და ხან ისე იქცევა ამ ქვეყანაში რომ შეუზღუდავი გონია მისი დიპლომატიური იმუნიტეტი და მანდატი ეს არის სერიოზული განსხვავება ჩვენ როცა ორივეს ვადარებთ ხედავთ ამ პროცესებს და ასე არ იქცევა ირანის ელჩი არც სომხეთში არც აზერბაიჯანში რომლებსაც საზღვარი გააჩნიათ და მაშასადამე სხვა საჭიროებები გააჩნიათ ურთიერთობების. დიახ, და ამის ფონზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ანკარის სამიტი ნატოსი, რომელიც გაიმართა საქართველოს მიწვევის გარეშე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველო არაა მიწვეული და ამაგალითად ამის შესახებ საუბრა გუშინ ჩვენ ტელეარხ ეთერში ნატოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ლევანდოლიძემ და მან თქვა, რომ რეალურად ეს არა იმდენად საგანგაშოა, რამდენადაც დაუშვათ ევროკავშირთან ურთიერთობის გაფუჭება და აი რაც ვნახეთ თუნდაც ელტოს საპარლამენტო ასამბლეაზე. თქვენი შეფასებით რამდენად ემუქრება ეს საქართველოს უსაფრთხოებას, ნატოსთან რამდენად დისტანცირება ერთი მხრივ და მეორე მხრივ ამავდროულად ირანთან დაახლოვება და სხვა აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც ასე რომ ვთქვათ, არ პოზიციონირებენ როგორც დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ნატოსთან ურთიერთობები გასაგებია, რომ იმ სამხედრო რისკების ფონზე და გეოპოლიტიკური ვაკუუმის ფონზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა, გარკვეული პრაგმატიზმი მაგაში არის, რომ ეს ურთიერთობები ამ ურთიერთობებმა ტრანსფორმაცია გამოიარეს. და ასევე ირანთანაც შეეხება თუ სუფთ ამას ვუყურებთ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობაში, რა თქმა უნდა, საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია და კონტაქტები იმისთვის, რომ რისკები შევამციროთ. მაგრამ ქართულ მოცემ თავდაყირა დააყენა ეს პროცესი როგორც ასეთი, მთელი პრობლემა არის ზუსტად მაგაში, თორე რო შევხედოთ სომხეთს, შევხედოთ აზერბაიჯანს, რომელიც ნატოსთანაც თანამშრომლობს, ევროკავშირთან სხვა დოზით და ასე შემდეგ, ხო, ჩვენ ვხედავთ ლოგიკას, მთელი პრობლემა საგარეო პოლიტიკის დაბალანსებაში არ არის. ჩვენი მთავარი პრობლემა არის იმაში, საშინაო პოლიტიკა როგორი ჩამოყალიბდა, რომ ეს საგარეოში გადადის. იმიტომ რომ მთელი კითხვა არის სწორედ მაგაში, ანუ აქ არის სომხეთის მაგალითი და არის ზოგიერთი სხვა ქვეყნის, მოდი არ დავასახელებ, ვისაც სურვილი აქვს ხონდეს ტრანზაქციული ურთიერთობები დემოკრატიის გარეშე. ქართულ მოწვევა მოინდომა ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი გააუქმოს. ამის შედეგად ის მზად არის დიქტატურებთანაც იმეგობროს, ამერიკას და ევროპასთანაც ჰქონდეს გარკვეული ურთიერთობები იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება დაამყაროს. და აქ მოვდივართ მთავარ კითხვამდე, საგარეო პოლიტიკა რას უნდა ემსახურებოდეს? მართველი პარტიის ინტერესს ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუ ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, რომელიც ნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული არჩევანი არის თაობათა არჩევანი, ამავდროულად ეს არის ერთადერთი მყარი გრძელვადიანი შესაძლებლობა, რომ ჩვენ სამოქალაქო მშვიდობით განვითარდეთ და არ გქონდეს პრობლემები და გარდა ამისა, ეს არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა, რომ ჩვენ ცივილიზაციურად გადავრჩეთ, იმიტომ რომ მოდით პირდაპირ თქვა, ძალიან კარგია სტრატეგიული პარტნიორობა ბევრ ქვეყანასთან, მაგრამ ცივილიზაციურად საქართველო ქართველი ერი არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და როდესაც ქართული ოცნება ჩვენ ცივილიზაციაზე ამბობს უარს და თურმე ახლა კომუნისტური პარტიაში იპოვა სტრატეგიული პარტნიორი რომელიც ჩვენთვის 70 წელი იყო პრობლემა თურმე იმ ქვეყნებში რომელთა ლაშქრების და დაპყრობების შესახებ ჩვენ სკოლაში როცა ვსწავლობთ სწორედ მაგას ვკითხულობთ ვინ
გვართმევდა დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ჩვენი გმირები ვის ებრძოდნენ და რატო ებრძოდნენ. თუმცა ეს საუკუნეების წინ იყო, ამაზეც უნდა ითქვას ახლა და გასაგებია, დღეს მაგრამ ამ ქვეყნების წარმოჩენა არა, მტრად არ არის, ანუ წარმოჩენა იმაზე არის, რომ ჩვენ ისტორიული მეხსიერების პრიზმიდან სხვა რამეზე არის საუბარი. ჩვენ ისტორიული არჩევანი გაგვაჩნია, თუ არ გაგვაჩნია. თუ ეს ისტორიული არჩევანი არ გაგვაჩნია, მაშინ ვათანაბრებთ ცივილიზაციებს. ჩვენ ჰანტინგტონის ცივილიზაციების დაპირისპირების ეპოქაში შევედით და არა ფუკუიამას უკვე ისტორიის დასასრულის. შესაბამისად, ამ ლოგიკაში ჩვენ მთელი არსება არ ჩვენ ვართ დასავლური და ცივილიზაციის ნაწილი. თუ არ ვართ, ქართული ოცნება ამბობს, რომ არ ვართ. მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი არჩევანი ისტორიული ყველანაირი დაწყებული მათ შორის გაქრისტიანებით თუნდაც და მათ შორის მოსული ზურაბ ჟვანია ცნობილი ესე იგი სიტყვებით დასრულებულიც არა ხო აი ესე ჩაბეტონებული შეიძლება ვთქვათ მე ვარ ქართველი მაშასა და მე ვარ ევროპელი ეს არის ცივილიზაციური არჩევანი მაშინ არ იყო გეოპოლიტიკაზე არავინ არ საუბრობს რომ ევროპაში ყველაფერი სწორია ან იდეალურია ან ჩვენ უნდა გადმოვიტანოთ არა აქ არის საუბარი რომ პირიქით ჩვენ არა თუ ევროპაში მივდივართ ჩვენ ვართ ევროპა ჩვენ არა თუ დასავლეთში მივდივართ, ჩვენ ვართ დასავლეთი. აი ეს არის ქართულმა ოცნებამ ეს დააყენა ეჭქვეშ. სწორედ ამის ფონზე მინდა რომ აუცილებლად გითხოთ ბევრი დრო არ დაგვრჩა, ამიტომაც მოვიტოვე ბოლოსკენ აქ შეკითხვა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზეც ვისაუბროთ. კარგ ამბავსაც შევეხოთ აუცილებლად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სექტორი ფაქტობრივად კრახს განიცდის და ეს უკვე თვალსაჩინოა არა მხოლოდ მოარული ჭორებით, მათი პროპაგანდისტების გადაცემებიც რომ ვნახოთ იქაც თვალნათელია რომ ფაქტობრივად კრახის წინაშეა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სექტორი რომელზეც დგას რეალურად ამ ქვეყნის ეკონომიკა ერთ-ერთი ფუძე სწორედ ეს გახლავთ ეს სფერო და ამავდროულად უკრაინა უფრო მეტად აძლიერებს შეტევებს სამხრეთის მიმართულებითაც ყირიმის მიმართულება პირველად ვნახეთ რომ ციმბირში ომსკის ქარხანას დაარტყა უკრაინის დრონმა წარმოუდგენელი მასშტაბია უკვე ეს და ამ ფონზე როგორ შეიძლება თუ არა რომ შეიცვალოს ერთი მხრივ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარება და როგორ გავლენას მოახდენს ეს უკვე საქართველოზე და საქართველოს საგარეო კურსზეც ამ შემთხვევაში შეიძლება ბევრი ამბობდა აქამდე რომ ფსონი იყო დადებული იმაზე რომ უკრაინა ვერ გაიმარჯვებდა ახლა ვითარება გარკვეულწილად იცვლება და საკმაოდ რადიკალურად იცვლება კიდევაც აი ტრამპის და ზელენსკის შეხვედრაც ვნახეთ და სულ სხვა ტონით საუბრობს უკვე ტრამპი. ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა სად ფიგურირებს და სად შეიძლება პოზიციონირებდეს უკვე მომავალ თვეებში ან წლებში. სტრატეგიული უპირატესობა გააჩნია უკრაინას და რეალურად არის პროგნოზი რომ ეს გაგრძელდება და გაიზრდება. დომინოს ეფექტი აქვს, იმიტომ რომ რეალურად ყველაზე სერიოზულ ადგილას დაარტყა ეს ნავთობგადამუშავების სექტორი არა მხოლოდ შემოსავლის მთავარი წყარო, არამედ სამხედრო კამპანიის ძირითადი ფუძე არის, რომლის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სერიოზული საომარი მოქმედების წარმოება. არსებობს რისკი ესკალაციის, რუსეთს შეუძლია ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება. მაგრამ ამავდროულად ეგეც რეალურად ბევრი მხრივ არის ჩიხი და შესაბამისად რუსეთი გარკვეულწილად ისტორიულ ციკლს უახლოვდება, სადაც რომელიც იყო ავღანეთი და მეორე საბჭოთა კავშირის დაშლა. ეს კიდე ცალკე პრობლემაა, რომ დასავლეთს რუსეთის დაშლა ნამდვილად არ სურს, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს თავის სერიოზულ პრობლემებს იგივე დასავლეთისთვისაც და ზოგადადაც. მათ შორის მე უკვე გამოიწვევს იმას, რომ თუნდაც ჩინეთის და სხვა ქვეყნების გავლენები რუსეთის აი ამ დაშლილ ვითარებაზე გაიზრდება და რამდენად ეს აწყობს დასავლეთს კიდე სხვა კითხვა, ამიტომ რთული თემა არის. თუმცა საქართველოს ეს ახდენს სერიოზულ გავლენას. ქართული ოცნება ცხადია ეცდება ეხლა მთელი ლოგიკის შეცვლას და იწვის რომ თურმე ისინი არათუ ამ ქართულმა ოცნებამ ბანაკი შეცვალა და მზად იყო კიევის აღების შემდეგ თბილისის ჩაბარებისთვის და საქართველოს ჩაბარებისთვის პრაქტიკულად. არამედ ეხლა ამ რიტორიკას გადაიტანს ბუნებრივად იმაში, რომ თურმე ისინი ყველასგან რუსეთისგანაც და დასავლეთისგანაც ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას იცავდნენ, რაც აბსურდია, იმიტომ რომ დამოუკიდებლობა, როდესაც შენ ამბობ აბა ომი გინდა ანუ რეალურად ამბობ რომ მე შეუძლია ჩემ მოწინააღმდეგეს დამიფხროს რამდენიმე საათში ან დღეში და მე ამბობ რომ მე ვარ დამოუკიდებელი და სუვერენული რის საფუძველზე
განცხადების საფუძველზე სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ არსებობს. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის კონკრეტული მათემატიკური გათვლა, ფინანსური, დემოგრაფიული შეიარაღებული და სხვა შესაძლებლობების. თუ ეს შესაძლებლობები არ არსებობს, მაშინ გამოდის, რასაც ოცნება გვეუბნება, ვინ არის უსაფრთხოების გარანტი. არ ამბობენ ჯარს, არ ამბობენ ეკონომიკას, არ ამბობენ ბუნკერების სისტემას, არ ამბობენ მაღალ ტექნოლოგიებს, ამბობენ ბიძინა ივანიშვილს. და რას ნიშნავს ერთი ადამიანი უსაფრთხოების გარანტი? მტერი რო შემოიჭრეს პირველი წავა ფრონტში, თუ რანაირად აპირებს რუსეთის ტანკების შეჩერებას კეთილინებით, შესაბამისად სწორედ მათ მივდივართ, რომ ეხლა ეცდებიან ამ ლოგიკის ტრანსფორმაციას, მაგრამ გასაგებია, რომ არც დასავლეთი მისცემს ამის საშუალებას და მთავარია არც ქართულმა ხალხმა მისცეს ეს საშუალება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბუნებრივად რაღაც ეტაპზე მოვალთ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამდე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს ისეთი, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება, ისეთი, რომელიც გრძელვადიანად რა გზით ხედავთ ამ ცვლილებას, ხელისუფლების ცვლილება ახსენეთ? რა თქმა უნდა, ეს გზა არის ერთადერთი სწორი, ეს არის არჩევნების გზით. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ცესკოს მოქმედი შემადგენლობით იცით საერთაშორისო წნეხი, შიდა წნეხი, რომელიც მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. ამ ყველაფრის ფონზე შეუძლია და გეოპოლიტიკური ვითარება ამ ყველაფერს შეუძლია ისეთი რეალობა დააყენოს, რომ ცესკო კი არა ვერაფერი და ვერანაირი პროპაგანდა, ვერაფერი ვერ იმუშავებს, თუ შენ გაქვს აბსოლუტური უმრავლესობა მხარდაჭერის. ეხლა ოპოზიციის მთავარი ამოცანა, რომელსაც ოცნება ცხადია, ისე დევნის, იმიტომ რომ ეხლა ესმის, რომ ოპოზიციისგან რისკები იზრდება, იმიტომ რომ პრაქტიკულად დაახლოებული არის პოლიტიკური, მომწიფებულია პოლიტიკური ცვლილება, დგება მარტივი კითხვა, ოპოზიცია თუ მზად იქნება, თუ ოპოზიცია გააგრძელებს პირადი ეგოებით და საკუთარი პარტიული ინტერესებით მოძრაობას, ქართულ ოცნებას სერიოზული შანსი აქვს, მიუხედავად აი ყველაფრისა, რაც აღწერე, მაინც ძალაუფლება შეინარჩუნა. ამიტომ სწორედ იმაშია, თუ ოპოზიცია დემოკრატიული არ აღმოჩნდება, მაშინ დემოკრატიულ ქვეყანას ვერ ავაშენებ და დემოკრატიისთვის საჭიროა საკუთარი ეგოების გადადება, ისეთი თანამშრომლობა და ისეთი ალტერნატივის ჩამოყალიბება, რომელიც მოპოვებს აბსოლუტურ უმრავლესობას საზოგადოებაში. თანამშრომლობას რაც შეეხება, ბოლო კითხვა იქნება და მართალია საგარეო პოლიტიკაზე იყო ძირითადი აქცენტი ჩვენს დღევანდელ ეთერში, მაგრამ აი ამაზეც უნდა კითხოთ, რა კი ვახსენეთ ეს თემა, ოპოზიციური ალიანსი და მათთან თანამშრომლობის საკითხი, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ პოლიტიკურ ძალას, არ ვიცი, თქვენ მრჩევლის სტატუსი გაქვთ, თუმცა წარმოადგენთ ამ შემთხვევაში ჯერ საქართველოს და აი ამასთან დაკავშირებით საინტერესო იქნება. რა თქმა უნდა, მრჩევლის სტატუსში ვარ და ამიტომ მე პარტიის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა სწორედ აი მრჩევლის ლოგიკიდან და მათ შორის დანარჩენ ოპოზიციასაც რჩევას ვაძლევ პრაქტიკულად, რომ თანამშრომლობა აუცილებელია, მაგრამ ფორმატი თანამშრომლობის ეს არის რა თქმა უნდა ტაქტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ აქ არავინ არ საუბრობს, რომ უნდა იყოს ერთი სუბიექტი. ეს არის სამსჯელო საკითხი საერთოდ, რა ტიპის სუბიექტურობა უნდა იყოს, ალიანს და ამ გაერთიანებას ალიანსის გააჩნია საკუთარი უპირატესობა, რომ ამ ფორმატში არის და ცალკე ცენტრების არსებობა და მინიმუმ ცენტრის, სადაც მიიღწვის ჯერ საქართველოს აშკარად ამის საჭიროება საზოგადოებაში ასევე არის და მე ვფიქრობ, რომ სხვა სეგმენტზე გადის ამ მომრჩევლის, მაგრამ აი ამ ცენტრების და სხვა პოლიტიკური ძალების, მათ შორის ეს არის პარტიული და მაგრამ პარტიულით არ შემოიფარგლება ფართო სამოქალაქო საზოგადოების ესე იგი ახალგაზრდობის, ქვეყნის რეგიონების მათ შორის, იმიტომ რომ რეგიონები ძალიან უყურადღებოდ არის დატოვებული ამ ყველაფერში, ჩართულობის უზრუნველყოფა იმისთვის, რომ შეიქმნას გამარჯვების ფორმულა. ამ ფორმულაში შეიძლება სხვადასხვა მდგენელი იყოს, სხვადასხვა ძალის და სხვადასხვა წვლილის ფარგლებში, მაგრამ გამარჯვების ფორმულა ქართველი ხალხისთვის უნდა იყოს ერთი და ეს ერთი გამარჯვების ფორმულა უნდა იყოს არა ვინმესი გამარჯვება, არამედ ქართველი ერის გამარჯვება. სწორედ ეს ვალდებულება გააჩნია ახლა ოპოზიციურ მთელ ფლანგს და ჩემი რჩევა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ აი ეს უნიკალური შესაძლებლობა ოპოზიციამ გამოიყენოს ერთადერთი საკითხით, პირადი ინტერესების გვერდზე გადადებით და ქვეყნის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებით. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ, რომ ჩვენი სტუმარი გახლდათ ჯერ პოლიტიკურ გაერთიანება, ჯერ საქართველოს მრჩეველი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი ტუმასიანი. ახლა კი მცირე სარეკლამო პაუზის დრო, რომლის შემდეგაც დაგიბრუნდებით ეთერში მეორე სტუმართან, ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნიკა ჩერქეზიშვილი იქნება ჩვენი ეთერის სტუმარი, ამიტომ არ გადართოთ.